4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები მტკიცებულებებს ითხოვენ. Საქალაქოში მორიგი განხილვაც ისე დასრულდა, რომ ოცნების ბრალდებამ პროცესზე ვერაფერი მიიტანა. ოცნების პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, რომ თითქოს ბრალდებულებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული. თუმცა არც ამის მტკიცებულება აქვთ. ნატალი ჯახუტაშვილი განხილვის დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. პროკურატურის წარმომადგენლებმა დღეს სასამართლოში მოიყვანეს ექსპერტები, რომლებმაც აბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს იმ ვიდეო მტკიცებულებებს, რაც დევ საქმის მასალებში ექსპერტები ამტკიცებდნენ დღეს მოსამართლის წინაშე, რომ იდენტიფიცირებულნი არიან ის პირები, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე სხედან 4 ოქტომბრის საქმეზე, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ფიზიკურად ყოფნა იმ დღეს ორბელიანების სასახლის მიმდებარე პერიმეტრზე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. საქმეში, რომელიც ჩვენთან მოგეცა, არ ფიგურირებს არც ერთი დაზარალებული და შესაბამისად სტანდარტი 225 მუხლის დაცული არ არის. ბრალდების მხარემ 225 მუხლის გასამართლებლად მოიტანა და გააჩინა ეს მტკიცებულებები ახლა. ეს არის ყოველად დაუშვებელი და მიუღებელი ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ უნდა არსებობდეს უშუალოდ ქმედების განმახორციელებელი პირის მიმართ უნდა არსებობდეს ბრალდების შესახებ დადგენილება და არა ზოგადად ყველაფრის რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა. არანაირი კავშირი დაზარალებულების ჯანმრთელობის ცნობებთან და იმ დაზარალებულებთან, რომელიც წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაციის სახით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, არანაირი შემთხვევა ბრალდებულთან არ ეხაშია. და დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, დაასაბუთებდა ბრალდების ხარის ვერსიას, რომ ნანასანდერი არის ორგანიზატორი, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საკითხში არ აქვს. ხალი არ უჩანდა ერთ კადრში ბრალდებულს, თუმცა ასახა იმდაგვარად, რომ თითქოს ერთი და იგივე ადამიანია არანაირი განსხვავებული თვისებები. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ორი მოწინე ექსპერტი, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე ჩატარებული აქვს შესაბამისი აბიდოსკოპიური კვლევები და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ კონკრეტული ბრალდებულები, რომლებიც მოცემულ საქმეს ეხლაც წარმოდგენილი, მონაწილეობდნენ პრეზიდენტის სასახლისთან განვითარებულ ხელერით ძალადობრივ ქმედებებში. ნაწილი მათგანი ახდენდა სასახლის ღობის დაზიანებას, ნაწილი მათგანი ახდენდა სასახლის ღობეში რკინის ნივთებისა და ჯებირების გადაღებას, ამასთანავე ნაწილი აქციის აგრესიული მონაწილეთა მხრიდან ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედებები პოლიციელთა მიმართ. დღეს საქმის მასალებსთან დაერთო პროკურატურის მიერ წარდგენილი ათობით სამედიცინო დასკვნა საუბარია ბრალდების მხარის მტკიცებით დაზარალებულ პოლიციელებზე, რომლებმაც მიიღეს დაზიანებები 4 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც მათ თავს დაესხნენ, როგორც პროკურატურა ამტკიცებს აქციის მონაწილეები, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ეს ჯანმრთელობის ცნობები არის ფალსიფიცირებული. სამართალდამცავების დაშავებაზე იყო საუბარი, არც ერთი სამართალდამცავი არ ყავთ ჯერჯერობით მოყვანილი, ვისაც რაიმე დაუშავდა. არ მოყავთ დასაკითხად, არ მოყავთ, არ ვიცი, აი სამედიცინო დასკვნები იყო რაღაცა აბსურდული წარმოდგენილი, რომელიც არც განხილვა ჯერ, არ იყო მაგის განხილვა. დღე ხო და ჯერ ნახეთ იძახიან ესეთ რამეს წინა პროცესზეც ეს იყო თუ კარგად ისმინეთ, წინა პროცესზე საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, რომ სამედიცინო დასკვნები უნდა მოეტანათ, შესაბამისად დღეს კი არ დაემატა, დღეს უკვე წარდგენილი უნდა ყოფილიყო ეს სამედიცინო დასკვნები. ბრალდების მხარემ დღეს იძახის იმას, რომ ჯერ კიდევ გამოკვლევის და მძიების პროცესი მიმდინარეობს და რით ვეღარ მოიძიეს, თუ ამდენი პირი არსებობს დაზარალებული, რით ვეღარ მოიძიეს მათი სამედიცინო დასკვნები. თუ მოწმეები იქნებიან, თქვენ ასე ვარაუდობთ. დღევანდელი პროცესი უკვე დასრულებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდეგი სხდომა 3 თებერვალს ჩაინიშნა.